ფასების რეგულირების საკითხზე პარლამენტში შეხვედრა იწყება. კომისიის წევრები მწარმოებლებთან გამართავენ დისკუსიას. საკანონმდებლო ორგანოში ხორცპროდუქტების, რძის და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრების მიზანი სამომხმარებლო ფასებზე, ბაზარზე ფასების შემცირებაა. დეტალები შალვა სუმბაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. შალვა, გისმენთ. წარმოებლების ნაწილი უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება და ისინი სულ მალე შევლენ დარბაზში, რომელზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტულად ფასწარმოქმნაზე და იმ შესაძლებლობაზე, რა ბერკეტები და პერსპექტივა არსებობს იმისათვის, რომ გარკვეული სახის პროდუქციაზე ფასების შემცირება მოხდეს. მაგალითად, შეპესე ბარაქას დირექტორს ვესაუბრეთ ჩვენ შესვლამდე კომისიის ხდომაზე და მან აღნიშნა, რომ რიგი პროდუქტების შემთხვევაში არსებობს მაგალითად 20%-იანი ფასის კლებას ალბათობაც კი იმ შემთხვევაში თუ სწორი ფორმით მოხდება რეგულაციების შემოღება, როგორც მან შემდგომში დაგვიკონკრეტა, ეს ეხება როგორც არაჟანს, ასევე ყველს რძეს და სხვა რძის პროდუქტებს. ამ შემთხვევაში შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ დღეს სწორედ იმ საკითხზე იქნება საუბარი, რა სჭირდებათ მწარმოებლებს ფასის შესამცირებლად და თავის მხრივ რა შესაძლებლობები ექნება საკანონმდებლო ორგანოს. განსხვავება სამთავრობო კომისიისგან არის ის, რომ ამ შემთხვევაში ღია იქნება ეს შეხვედრა და შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ როგორც კანონმდებლების არგუმენტები, ასევე მწარმოებელთა პოზიციები, რომლებიც ისაუბრებენ ფასწარმოქმნაზე, როგორც იცით, საუბარი იყო გავრცელებულ ვიდეოში, პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა სოციალურ ქსელში, როგორც იცით, ვიდეო, რომ რიგ შემთხვევაში პროდუქტებზე 100%-იანზე დიდი ფასნამატია, საშუალოდ კი 86% და ამის შემდეგ დაიწყო კომისია. საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში ეს არის პირველი სხდომა, როცა მსჯელობა გაიმართება და მათ 3 თვის ვადა აქვთ იმისათვის, რომ მოიფიქრონ რა რეგულაციების, რა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება საჭირო იმისათვის, რომ ფასების შემცირება მოხდეს. ძირითადად საქართველოს ზის იმპორტულ პროდუქციაზე. ეს შაქრის ფხვნილია, იმაპატიეს რძის ფხვნილია თუ სხვადასხვა. აი ამასთან დაკავშირებით ფასები წარმოქმნილი საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს. რო ფასები დავწიოთ დაბლა. 20%-მდე მე მიმაჩნია, რომ შეიძლება დაიწიოს. 20%-მდე ამას გეუბნებით, იმის და მიხედვით მე რამდენად ყიდულობ მაგალითად რძის ფხვნილს. გვაქვს ეს სკალა, რო იტყვიან ეს სარო დავწიოთ ეს პროდუქცია. მაწონი ბატონო რძე, არაჟანი და ასე შემდეგ. გვესმის ულტრალიბერალებისგან, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სიამოვნებაში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ხარვეზები და სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, სადაც ხედავთ ჩვენ, რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით ხდება სხვადასხვა შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება იყოს, მონოპოლიების წარმოშობა იყოს. ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და სახელმწიფო სჭირდება ამას, რომ ეს ხარვეზები შეასწოროს, გამოავლინოს და შესაბამისად გამოავლინოს და შეასწოროს. ასე რომ ამაში არის ჩვენი ამოცანა, იქნება ძალიან კიდევ ერთხელ ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო. ჩვენ გვექნება პირველი შეხვედრა მწარმოებლებთან, კონკრეტულად ამ ეტაპზე ხვდებით ძის პროდუქტების მწარმოებლებს, ხორცის მწარმოებლებს და კვერცხის მწარმოებლებს. ჩვენი მიზანი არის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ ბიზნეს პროცესები, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ მწარმოებას. დავსვათ კითხვები თუ რა პროცესები იწვევს წარმოების თვითღირებულების გაძვირებას, რა ინფლაციური პროცესები იყო ბოლო წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ სწორი ანალიტიკით, სწორი შეფასებით შევძლოთ ზოგადად სექტორი გავხატოთ კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს მნიშვნელოვან შედეგს და მივიღებთ იმას, რომ მოხდება სამომხმარებლო ფასების კორექცია კლებისკენ. კომისიის პირველ სხდომაზე, როგორც უკვე გითხარით, არიან წარმოდგენილი მწარმოებლები, სავარაუდოდ მწარმოებლების შემდეგ უკვე რიტეილ სექტორს, ასევე სადისტრიბუციო ქსელებთან მოხდება კომისიის ფარგლებში გასაუბრება. ეს არ ეხება ეს კომისია მხოლოდ სასურსათო პროდუქტებს, ასევე საწვავის ფასზე და მედიკამენტებზეც მოხდება მსჯელობა სხვადასხვა პერიოდში და ამ შემთხვევაშიც მედიკამენტების იმპორტიორები და რეალიზატორები, ასევე საწვავის იმპორტიორებიც იქნებიან დაბარებული და კომისიას წარუდგენენ ასე ვთქვათ, იმ კალკულაციას, როგორ ხდება ფასის წარმოქმნა და რამდენად არსებობს სივრცე კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის შემცირების. მადლობა შალვა სუმბაძე საკანონმდებლო ორგანოდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.